საქართველო მდიდარია ბუნებრივი ენერგიის რესურსებით, მაგრამ ზამთარში მოხმარება იზრდება და ჩვენი წარმოება არ ყოფნის ჩვენ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ გვიწევს ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. მაგალითად 2024 წელს საქართველომ შეიძინა დაახლოებით 1,3 ტერავატი ელექტროენერგია, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა $23 მილიონ. იმპორტის 80% რუსეთიდან მოდის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ენერგო დამოკიდებულების შემცირება შესაძლებელია იმ რესურსებით, რაც ჩვენვე გვაქვს. მზე, ჰაერი, წყალი, ბიომასა, თუნდაც გეოთერმული წყლები. თუ ამ ბუნებრივ ენერგიებს გამოვიყენებთ, ელექტროენერგიას მივიღებთ ისე, რომ არაფერს ვიყიდით უცხოეთიდან. რატომ არის ეს აუცილებელი? ენერგო დამოკიდებულება ნიშნავს საფრთხეს, ხოლო ენერგო დამოუკიდებლობა ნიშნავს უსაფრთხოებას და პროგრესს. თუ დღეს მოქმედებას დავიწყებთ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება საკუთარი ენერგია. ჩვენი ფასები აღარ იქნება დამოკიდებული გარე პოლიტიკაზე. საზოგადოება მიიღებს სტაბილურ და ხელმისაწვდომ ელექტროენერგიას. გარდა ამ აუცილებელი საჭიროებისა, რასაც ჰქვია ენერგოდამოუკიდებელი საქართველო, ყოველწლიურად დავზოგავთ ათეულობით $1 მილიონ. შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი მშენებლობისა და ოპერაციისას. ადგილობრივად განვითარდება ინჟინერია და ინფრასტრუქტურა. მომავალში კი შევქმნით მეტ ენერგიის ექსპორტს. ჩვენ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ ენერგოდამოუკიდებელი საქართველო. შენს ხელმოწერას პეტიციაზე შეუძლია ამ პროცესის დაწყება, რომლის ლინკიც აღწერაშია. შენს ხელმოწერას შეუძლია დაარწმუნოს პოლიტიკა, ბიზნესი და საზოგადოება. მოაწერე ხელი ახლა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ენერგია არის ჩვენი მომავალი.